თავი ხაზი გახარეს წინააღმდეგ იყო ის, რომ მან ჩორჩანაში კონფლიქტის ზონის სასაზღვრო ზოლთან, სადაც აი ტყეა, ტყე მდებარეობს სოფლის შემდეგ და იქით იწყება ოკუპირებული ტერიტორია, ჩორჩანაში გახსნა საგუშაგო 2019 წელს. ამ საგუშაგოს გახსნის შემდეგ ვითარება დაიძაბა და ვითარების დაძაბვამ მიიყვანა საქმე იქამდე, რომ ეს საგუშაგო დაიკავეს მე რუსებმა და ფაქტიურად ის ტყე სრულად იმათ კონტროლის ქვეშ გადავიდა. ეხლა ეგ სიტუაცია. მანამდე იყო იდეაში ჩვენ კონტროლის ქვეშ, ოღონდ როგორც გახარი მილაპარაკა ამ გამოსვლაში, იქ ასე ვთქვათ, ისინი შემოდიოდნენ ამ ტყეში და ხალხს აჩერებდნენ და აკავებდნენ და ასე შემდეგ. ხო და გახარიას ედავებოდნენ, რომ შენ ეგ საგუშაგო რო გახსენი, ეგ deep state-ის დავალებით პროვოკაცია მოაწყე და მაგ პროვოკაციით მიეცი საშუალება, რომ ესარგებლათ სეპარატისტებს და წაერთმიათ ჩვენთვის ტყე. და ანუ ომის და დაძაბულობის პროვოცირება მოაწყე, მიზანმიმართულად ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი გადადგი იმის გამო, რომ საგუშაგო ჩადგინდა, სხვები არ გააფრთხილე. კომისია ედავებოდა, რომ მარტო შეინცვიდა სხვა. ანუ პრეტენზიის არსი რა არის, რომ შსს მინისტრი იყავი შენ, სუსის ხელმძღვანელს და დანარჩენ მთავრობას არ გააგებინებდა, გახარია იძახდა იმ ვიდეოში, რომ იმ მონაკვეთში, რომ გავაგებინე სუსის ხელმძღვანელობას, ჩავაყენე საქმის კურსში და იცოდა სუსმა, მე რომ ამას ვაკეთებდი. ბოდიში კითხვა მაქვს რა მაგას. აი მოდით ჩავთვალოთ, რომ გახარია იტყუება. და სუსმა არ იცოდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ხაზთან აკეთებდა საგუშაგოს. მან ვინმე რამე პრობლემას ვერ ხედავს? მან ცოტა ეგრე კი არ უნდა დადგეს კითხვა, მან კითხვა უნდა დადგეს, რომ ჩავთვალოთ, რომ გახარია იტყუება და არ უთხრა, ხო, მაგრამ სუსმა არ იცოდა, რატო იყო ის შეუძლებელი გზა აშენეს. აი ტყეში გაიყვანეს გზა და მე საგუშაგო. ჩვენ ვიყავით მაგ სოფელში, როდესაც არ იცოდა. ანუ რო გამწვავდა სიტუაცია, ჩვენ ჩავედით მაგ სოფელში, როდესაც მაგ საგუშაგოებს აშენებდნენ. ანუ სოფელმა იცოდა, რა ვიცი, სუსმა რანაირად არ იცოდა რა. მაგრამ მოდი ჩვენ მთავრობას დაუჯეროთ შოთა. ჩვენ ხო ჩვენი მთავრობის უნდა გვჯეროდეს. მთავრობა რახან ამბობს, ესე იგი ეგრეა. არ იცოდა სუსმა. ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საოკუპაციო ხაზთან გაჭრა გზა, ააშენა საგუშაგოები და სუსმა არ იცოდა. მე მჯერა ჩემ მთავრობას რატო არ უნდა დაუჯერო და რამე კითხვები მაინც არ ჩდება მან და აი მაგალითად რანაირი სუსი ყავს ეგეთი, რომ ეგ არ იცოდა. აი ეგ კითხვა დასმადი არ უნდა იყოს? ხო, რა თქმა, ეგ კითხვა იმდენად დასმადი უნდა იყოს, რომ რაღაცა აი გამოიგონეთ სასჯელი მაქვს. მე იმიტომ არ ვსვავ მაგ კითხვას, რომ მე არ მჯერა. არა, მე იმიტომ არ ვსვავ მაგ კითხვას, რომ ეგეთი სუსია. ეგ რატო არის იცი პრობლემა? ოცნებამ იცის, რომ ხალხი მაგას არ დაიჯერებს და ამიტომ ისე იქცევა, ვითომ ეგ საკითხის ეგრე დაყენება, ვითომ არაფერ შედეგებს არ იწვევს რა. სუსმა არ იცოდა და ბიჭო, მაგას თუ ამბობ, რომ სუსმა არ იცოდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოს აკეთებდა, მაგას რაღაცა უნდა მოყვეს ეგრე რანაირად ხერ ხდება, რომ არ იცოდა და მორჩა და რამე კითხვები არა გაქვთ, აი კითხვები რატო არ იცოდა საქართველოს დაზვერვამ, რა ხდებოდა საოკუპაციო ხაზთან, იმათ მხარეს კი არა, მე რავი საქართველოს მოქალაქეს რისი მოლოდინი მაქვს, იცი? იმათი კონტროლის ზონაში რა ხდება, ეგ უნდა იცოდეს ჩემმა დაზვერვამ და ჩვენი კონტროლის ზონაში, ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტრო რას აკეთებდა, ეგ თუ არ იცის ჩემმა დაზვერვამ, მაგაზე რამე პრეტენზიის ფორმა რანაირად არავის არ უწევდა. მოდი კიდე უფრო დაზუსტებით ვთქვათ, ნახე, ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტრო რას აკეთებდა, რო იდგას როგორ საკითხზე, იცი? აი საიდუმლო ოპერაციას ახორციელებს, ეგ კიდე მესმის. მაგრამ ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებდა არ ახორციელებს საიდუმლო ოპერაციებს და რა შსს ფუნქცია ეგ არის ჯარის და დაზვერვის. ძალიან კონსპირაციულად არავის არ უთხრა და ვიღაცა შეაგზავნეს ერთი აგენტი, არ ვიცი რაღაცა გაცდა ჯეიმს ბონდი თავის ფუნქციას გაცდა. მაგრამ აი ნახე გზა გაიყვანეს.
და საგუშაგოს აი რაღაც მასალები წაიღეს, აი მასშტაბური რაღაცა მშენებლობა დაიწყეს და ტელევიზორში თქვეს რომ საგუშაგო უნდა გავაკეთო. აი ტელევიზორ მან საგუშაგო უნდა გაიღო. ახში. ეგ ხო უკვე ეგ არ არის განხილვისგან, ეგ ხო გასაგებია რომ სუსმა იცოდა კი არა, ქვეყანამ იცო ტელევიზორში გაიგო. მე მინდა რომ მეორე მნიშვნელოვანი კითხვა, ეგეთი დაზვერვა რატო ყავს მაგის გარდა კიდე რა არის, იცი? მაგ ადამიანმა შსს მინისტრობისას ქართული მიწა თუ ჩააბარა ოსებს, როგორც თქვენ ამბობთ. პრემიერ-მინისტრად რატო დანიშნეთ ბიჭო? ანუ შინაგან საქმეთა მინისტრად თუ დანიშნეთ და თქვენი თქმით მიწა ჩააბარა სეპარატისტებს. მაგაზე თქვენი ქმედება თუ იყო რომ მოდი ეს კაცი ვაფშე ქვეყნის პირველ პირად დავნიშნოთ. აი მაგაზეც კითხვები არ ჩდება? კითხვები კი არა, ეგ უფრო დიდი დანაშაული არ არის? ანუ ამან გააკეთა საგუშაგო. გაირკვა რომ ეს deep state-ის დაკვეთით ასრულებს ქვეყნისთვის პროვოკაციულ ნაბიჯებს და შენ ეს ადამიანი გადაიყვანე deep state-ის დაკვეთით ქვეყნის პირველ პირად. ანუ deep state-ის დაკვეთით ვიღაცა რომ რაღაც საზიანო ნაბიჯებს დგამს ხოლმე, შენ როგორი საზიანო ნაბიჯი გადადგი, იცი? ქვეყნის პირველ პირად დანიშნე deep state-ის დაკვეთით და შენზე არ ვრცელდება ეგ სამართლებრივი მოთხოვნა რომ რატო დანიშნე აგენტი deep state-ის დაკვეთით ქვეყნის პირველ პირად. უბრალოდ რა არის, აი მე საერთოდ მართლა კომისია, აი რაღაცა ქუჩაში შეხვდით და წააყარეთ ერთმანეთს რა, ეგ მესმის რაღაცა, ეგრე გადაწყდეს. აი ქართულ ორთაბრძოლაში ვითომ რაღაცა პროცედურები და ვითომ რაღაცა ფორმა მიეცით ამ ყველაფერს. სინამდვილეში ხო არაფერი არ არსებობს, კაცო. კი, აი ზუსტად. მართლა, აი პრეტენზია გამოიყურება ასე. ვიღაც თანამდებობის, მაღალი თანამდებობის პირს მიადგა deep state-ი და ეუბნება რომ აი აქ ეხლა უნდა გახსნა საგუშაგო. საქართველოს ძირი გამოუთხარე. ხო, ეგ მოთხოვა უნდა გახსნა. გარედან. ეს არის ჭირდება პროვოკაციისთვის თუ რა ფორმითეულ რაღაცა საგუშაგო ჭირდება რა საქმის რაღაც ჩემი საქმისთვის. და ეს ადგა და ვერ ეუბნება და ამ deep state-თან ისეთ ურთიერთობაშია რომ ის რაღაცებს რო ეუბნება ხოლმე ეს ასრულებს და შეასრულებს. შტირლიცია რა. ნუ რავი, ეგრე გამოიყურება, ეუბნება ასრულებს, უთხრა შეასრულეთ, ჩადგი საგუშაგო, ჩადგა საგუშაგო. ეხა ეს deep state-ი მიედგა მეორე ორგანოს ან თანამდებობის ისამ პირებს და უთხრა რომ მომისმინეთ აი ეს კაცი, რომელიც აგენტია, დამინიშნეთ ქვეყნის პირველ პირად. და ამათმა კარგი და დანიშნეს პირველ პირად. ბიჭო, საგუშაგოს ჩადგმა ქვეყნის პირველ პირად აგენტის დანიშნვაზე უარესი რანაირად შენც აგენტი გამოდი რა ბიჭო შენ იგივე ქმედება არ რა იგივე უარესი კაცო ხო და შინაარსობრივად შენც deep state-ის დავალებები გისრულებით ამ პირველ პირად აგინიშნი ოღონდ აი იმას საგუშაგო ჩაუდი შენ შოთა ეთყობა არ იცი საგუშაგო რო ჩადგა შენ არ აწინაურე და შენ არ იცი შოთა ეგ იცი რომ ოცნებამ გააправა? აბა. მაოცნებას მაგაზე პასუხი. აი, იმახო საგუშაგო ჩადგა. მე მაინტერესებს მართლა. იმახო საგუშაგო ჩადგა და ეგ დანაშაული გააკეთა. ამათმა აგენტი ხო დანიშნეს პრემიერ-მინისტრად. კი. რა თქმა უნდა, აგენტის დანიშნა პრემიერ-მინისტრად უფრო მძიმე დანაშაულია ვიდრე საგუშაგოს ჩადგმა. იმიტომ რომ საგუშაგოზე რაღაც დავა შეიძლება და აგენტის პრემიერ-მინისტრად დაშმა ცალსახა. ანუ როგორც იცი გახარია შეიძლება ედაოს ამათ რომ მე კაის ვაკეთებდიო, ამათმა უმტკიცნო რომ ცუდი გააკეთეო. მაგაზე მართლა დავა იყო გახარია ამბობდა რომ არ დამასრულებინეთ თქვენ ეგ საგუშაგო ესენი ამბობდნენ რომ არ ვიცი. მოდი აი ეგ როგორი თემა იცი? მაგაზე რაღაცა კამათები შეიძლება, მაგრამ აი აგენტის პრემიერ-მინისტრად დანიშნავს რომ არაფერი სამარჩიელო არ არის რომ ეგ დანაშაულია. ეგ ყველამ ვიცით და ამათმა თქვენს რომ ჩვენო ეგ გავაკეთეთო. მაგრამ რატო გავაკეთეთო იციო? და რატო არ არის მათზე დანაშაული იცი? deep state გვაწვებოდაო. და იმას არ აწვებოდა. ხვალე რომ სააკაშვილი გამოვიდეს და აღიარებით ჩვენება დავს რომ მე რას ვაკეთებდი ყველაფერს deep state-ი მაძალებდა. აი თქვენ რანაირადაც ამბობთ რომ
აგენტი დავნიშნეთ პრემიერ-მინისტრად, მაგრამ რატო არ უნდა მოგთხოვოთ ხალხო, იცი არაფერი, დიპსტეიტი გვაძალებდაო. ეგრე რომ გააправოს ყველაფერმა მიშა უნდა გამოუშვათ.